70-იან წლებში თუ არ ვცდები 74 თუ 75 წელს იყო ესეთი მხატვარი მარინა აბრამოვიჩი, რომელსაც ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი. ნუ მარტო არ არა საფრთხელი თანამოაზრეების დახმარებით დადგა გალერეაში, სამხატვრო გალერეაზე მაქვს ლაპარაკი და დაიჭირა პლაკატი, წარწერით, რომ მე ვარ ობიექტი და როგორც გინდათ ისე მომეკეცით. და ამავდროულად მაგიდაზე შეთავაზებული იყო 70 თუ 72 ნივთი, დაწყებული ყვავილიდან დამთავრებული ცეცხლსასროლი არაღამით, რომლის გამოყენებაც ამ ადამიანებს შეეძლო. ამ დამთვალიერებლებს. ხო. დაიწყეს იმით, რომ ვიღაცამ სიყვარული აუხსნა, ვიღაცამ ეს ყვავილი აჩუქა, ვიღაცამ ფეხზე აკოცა, ვიღაცა თავზე მოეფერა. ეს გაგრძელდა იქამდე, რომ მერე დაიწყეს დანით ჭრილობების მიყენება, ტანსაცმლის გახდა, შემოხევა. იგივე ადამიანებმა, ვინც თქვა ყვავილი აჩუქეს და აკოცეს და ზოგადად აი ამ დამთვალიერებლებს იქამდე მივიდნენ, სანამ ესე იგი რომელიღაცამ ამ მასიდან პირდაპირ ეს ცეცხლსასროლი იარაღი არ დაადო შუბლზე და აქ უკვე გააჩერეს, რა თქმა უნდა. გააჩერეს და გამოაცხადეს, რომ ექსპერიმენტი დამთავრდა. ანუ ადამიანებმა 6 საათის განმავლობაში აწამეს ქალი, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ არ დაისჯებოდნენ. ხო, დავამიწყდა მე თქვა, რომ პლაკატზე ეს ეწერა. რომ არ დაისჯებოთ. რომ არ დაისჯებოდნენ. ოღონდ მახე ძალიან საინტერესო ფინალი ჰქონდა ამ ექსპერიმენტს, რომ როდესაც ექსპერიმენტი დამთავრდა, ეს ქალი მივიდა ამ ნახველებთან, ანუ მათთან, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა. ვერც ერთმა ვერ შეძლო მისთვის სახეში შეხედვა. და უმეტესობა გაიპარა. ნუ ეს ექსპერიმენტი ესე დამთავრდა. მეორე ექსპერიმენტი იყო, ეს ყველა ცნობილი ექსპერიმენტია, ზიმბარდოს ექსპერიმენტი, როდესაც აიყვანეს ადამიანების ორი ჯგუფი, ერთს უთხრეს რომ არიან პატიმრები, მეორეს უთხრეს რომ არიან ზედამხედველები და ყველაზე საინტერესო ის რა არის, რომ ესენი როლებსაც ცვლიდნენ ხოლმე. ახლა არ ვიცი ეს კიდევ სადმე ითქვა თუ არა. ანუ და საშინელი აგრესიის მსხვერპლი ხდებოდნენ ტუსაღები. ოღონდ მერე ტუსაღებს აყენებდნენ აგრესორების. და ისინი უფრო აგრესიულები თქვა. და აი ეს რო გადმოვიტანო ზიმბარდოს ექსპერიმენტიც და ეს პირველი აბრამოვიჩის ექსპერიმენტი ჩვენს რეალობაში. მაგას ვამბობ, ანუ დაუსჯელობა, მან იცის რომ არ დაისჯება ამისათვის და აგრესიას გამოხატავს ისე როგორც ახლა საერთოდ დაბალი კოგნიტიური უნარების მქონე ადამიანი, დაბალი ინტელექტუალი, როგორც წესი აგრესიას ყოველთვის უფრო მოდი ასე ვიტყვი, ბინძურად გამოხატავს. ინტელიგენტიც გამოხატავს აგრესიას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აგრესია ყველა ჩვენგანს ახასიათებს, მაგრამ ის უფრო რაფინირებულად გამოხატავს ამ აგრესიას. უფრო დახვეწილი. უფრო დახვეწილად და ზიანის მიუყენებლად. აი შენ თქვი აბრამოვიჩი, ხო? შემთხვევაში იქ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებმა ვერ გაბედეს ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ამ ადამიანისთვის შეეხედა თვალებში, მაგრამ ჩვენ სხვა რამეს ვხედავთ. მაგალითად ჩვენ ვხედავთ პოლიციელებს, რომლებიც მიდიან სასამართლოში და ეს თვალში უყრიან თქვათ დაპატიმრებულს ან ადმინისტრაციულ წესის დასჯელს და უბრალოდ მე დავაკავე არა და აღმოჩნდება რომ არ დააკავა. ესენი იმიტომ უყურებენ თვალში ესე თამამად რომ რეალურად არ მიუღიათ მონაწილეობა ამ ძალადობაში დაკავებაში და ამ შემდეგ ეს პოლიციელები ანუ სრულ მოწმეთ რომ მიდიან და ან შემეკითხები იმ ადამიანებზე რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღეთ, მაგრამ ამბობენ რომ აი თქოს იმათ დააკავეს და მათ მიიღეს მონაწილეობა დაკავებაში. აი დღეს ნანუკა ჟორჟოლიანს ქონდა ვიდეო პოლიციელ ქალბატონზე, რომელიც ამბობდა რომ ერთ-ერთ სისხლის სამართლით დაკავებულ ბიჭზე რომ მე დავაკავეო, ანუ უწყება ჩაბარდაო და თვითონ მოვიდაო და სინამდვილეში ეს დააკავეს და ნანუკა ეუბნებოდა რომ რატო ცრუობო არ მოსულა თვითონო დააკავეს და თქვენი ქალყოფილხართ. აი ეს რა შემთხვევა არის. ან რატო აწერენ ხელს ადამიანები რომ გახდნენ სრულ მოწმეები? ესაც პროპაგანდის შედეგია და ესაც გარკვეულწილად რა თქმა უნდა პროპაგანდის შედეგია, კიდევ მეორე ისევ შიში შედეგია რომ დაკარგავს ასე ვთქვათ სარჩო საბადებლის მოსაპოვებელ საშუალებას და ზოგადადაც მე ვფიქრობ რომ უბრალოდ არ უსვამენ საკუთარ თავს კონკრეტულ შეკითხვებს, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს მისცემდა ადამიანებს, რომელებს პასუხი ამ შეკითხვებზე გააცნობიერებინებდა ამ სამყაროში რა ადგილი უკავია, საით მიდის,
და რა შეიძლება ამან რა შედეგები გამოიღოს კონკრეტულად მისთვის თუნდაც აღარ ვლაპარაკობ საზოგადოება. როგორც წესი არ უსვამენ ხოლმე თავს ესეთ შეკითხვებს და მეაჩნიათ რომ ეს აბსოლუტურად